რა ხდება? ეს რა გასაკეთებ? რა გააკეთე? ვერ ხედავ, ვცდილობ კვამლი გავაქრო. ხო, მაგას ხედავ, მაგრამ ეს რა კვამლია, საიდან გაჩერდა? ღუმელი, ახალ ტექნოლოგიებს შეჩეული არ ვარ და ქათამი დამეწვა. ღუმელი, არ ინერვიულო. ქვედა ნაწილი მიმწვარი არ არის და შევჭამთ. მე არაფერს არ შევჭამ. რას ნიშნავს არ შეჭამ? ისედაც 2 გრამი დარჩი. ვერ ხედავ? შენ ვინ გეკითხება მე რამდენს ვიწონი? ჩემი სახლი 2 წუთში რა მდგომარეობაში შეაგდე. ხო და თუ გინდა რომ სახლს არაფერი დაემართოს, ოფისში წავიდეთ. კიდევ შენ გაქვს პრეტენზიები? არსად არ წამოვალ გასაგებია? არსად არ წამოვალ გასაგებია? საზიზღარი. დედა, ყველაფერი ისე იყიდე, თითქოს ხვალვე გაისტუმრებ ვალს. ძმამ ბარათები რომ არ დაგიბრუნოს? რას იზამ? დამიბრუნებს, აუცილებლად დამიბრუნებს. ჩემი ბიჭი დედას უარს არ ეტყვის. მინახავს რომ პროდუქტებს იღებენ ვალად, მაგრამ სალონში ვალი არ გამიგია. ოჩახ, მადლობა, 2 კვირა დამელოდონ, რა მოუვათ? მალე ჩემს გრანდიოზულ ცხოვრებას დავიბრუნებ. წამოდი კიდევ ვიყიდოთ რამე. საჭმელი მზად არის. ლეპტოპი გადადე. იმიტომ არ ვამბობ რომ მე მოვამზადე. მართლა ძალიან გემრიელია. გეყოფ ამდენი მუშაობა საკმარისია, გამომართვი და ჭამე. მეც მიკვირს როგორ შეიძლება ადამიანმა მაკარონი და ქათამი ასე გემრიელად მოამზადოს. ეს რა არ მინდა გესმის? არ მინდა შენი საჭმელი, არ მშია, არაფრის ჭამა არ მინდა, არ მინდა, არ მინდა. კარგი არა უშავს, მოგშევდება და შეჭამ. ოზან, მოდი მაღაზიაში წავალ და პროდუქტებს ვიყიდი. შენ საყვარელ დესერტს გაგიკეთებ. მაინც მთელი დღე აქ უნდა ვიყოთ. ეს რა უბედურებასავე დამატყდი თავს. ოზან, ეს უკვე მეტის მეტია. ვერ ხედავ სადილობთ. რა დროს უბედურებაზე საუბარია. კარგი? კარგი. ეს რა ხლად იქი? დაახლოვე კომპანიაში წადი. მე კი ჩემს საქმეს მივხედავ. კარგი? კარგი, თუ ერთად წავალთ, პრობლემა არ არის. მიდი შენი ნივთები აიღე და წავიდეთ. შენი ყურსასმენები აიღე, მიდი. ეს რა ხვდები, რასაც აკეთებ, მაგრამ მორჩი გესმის, ბავშვი აღარ ვარ. როგორ არ ხარ? აბა რატომ ჯიუტობ? როცა რამე პრობლემაა, სადღაც გარბი ხარ. ყოველთვის ასეთი იყავი. ეგ რა შუაშია ეს რა? რას ნიშნავს რა შუაშია? კარგად გიცნობ. როცა რამე პრობლემაა, ლაპარაკის ნაცვლად შენ სამყაროში იკარგები და კონტაქტზე არ გადიხარ. კარგი, მაშინ მეთხარი აბა, ამჯერად რა პრობლემა მაქვს? ხომ ამბობ რომ საკუთარ თავზე კარგად მიცნო. მიდი აბა. მე და ჩინერი დაგვინახე. და არასწორად გაიგე. რა გავიგე არასწორად? შენი ხელი ეჭირა, ხელი. ოზან, ჩინერი ჩემი მეგობარია. ყველა შენი მეგობარი ხელზე კიდევს ხელს. არა, მაგრამ არასწორად გაიგე. მართლა არაფერი მომხდარა. უკაცრავად, მაგრამ რა ხდება? რატომ ვიმართლებ თავს? ვინ ხარ პასუხს რომ თხოვ? მისმინე, იმას აღარ ვიხსენებ, რაც ნომერში მითხარი. მას შემდეგ რაც დამინახე, საშინლად მეკცევი. მე გიქცევი ცუდად ეს რა? ხო. მე დავიფიცარ რომ ცხოვრებაში აღარ გენახავდი. მე რა განყოფილებაში მოვედი, რადგან რთულ მდგომარეობაში იყავი. მითხარი რომ მუშაობა გინდოდა კომპანიაში დაგაწყევინე მუშაობა. იმ საღამოს უკან გამოვყევიდან. და რა ვქნა? არ მინდა, არ მინდა. შენ კარგს არ იმსახურებ ეს რა? რადგან ყველაფერ კარგს კლავ. შენთვის ერთი ახალი ამბავი მაქვს. ჩემთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავ. რამე ახალს ხომ არ დაამატებ? ეს უკვე ბევრჯერ მითხარი. მოდი ასე გეტყვი წადი და ჩინართან რაც გინდა ის გააკეთე. თუ გინდა იფლირტავეთ, თუ გინდა სოლად გაყევი, შვილი გაუჩინე, ოღონდ მე თავი დამანებე. ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება თუ კომპანიის წესებს არ დაარღვევთ. მორჩა. იცი? შენ არ იმსახურებ არაფერ კარგს. იმისთვის რომ აქ არიჯდე და სისულელეებზე ფიქრით თავი არ დაიტანჯო, ყველაფერს ვაკეთებ, ვერ ხედავ? მაგრამ შენ ისევ შენ სამყაროში იკეტები. ამის შემდეგ რაც გინდა ის დაიჯერე. მამა, twinში ჟანგბადი შეუში. კარგი. მადლობა ეკო, მადლობა. იალჩი, ყავა მოგიმზადე და შოკოლადიც მოვაყოლე. ხომიცი შოკოლადი ტვინის მუშაობას უწყობს ხელს. წარმატებები. როგორი ძვალე მამეკო, არ დაგავიწყდეს რომ მე უფრო გამხნევებ. ჩემს ფიზიკურ ენერგიას ხარჯავ. მადლობა შვილო, დიდი მადლობა. არაფრის მამა. უბრალოდ უნდა მივისყებ.
მოვიდა იდეები, გამოვიდა? არა, არ გამოდის. ერთი ფორმულა მქონდა ეკო, მაგრამ არ მახსოვს ზუსტად როგორ იყო. რა ვქნათ? რა გავაკეთო? გამარჯობა. 2 კილო ბორექი, 2 კილო ფარშირებული ბადრიჯანი ზეითუნის ზეთში, 1 ქვაბი ტოლმა და წიწაკა. საკრედიტო ბარათი დაიბრუნე, ჯერ გადაიხადე. კარგი რა. არ დაიწყო. ჩაწერე და იქით კვირაში მოგცემ. მგონი რაღაცეები მალე გავიწყდება. შენი შვილი ჩემს ვაჟთან მუშაობს. დედა, ზუმრუდ, ჩემს ცოდვებსაც კი არ მოგცემ ბალად. ასეთი ადამიანი როგორ ხარ? სათვალეების საქმე როგორ არის? რა შენი საქმეა? არატომ ინტერესდები? დედა, წავედით. კარგი ძვირფასო, დამშვიდი. დამწურის სონს გრძნობ? რა სონს? არაფერი იწვის. იალჩი, შენი ტვინი იწვის. შენი ტვინი დაიწვა და ფერფლად იქცა. გაგიჟდი ძვირფასო. არ გამოგივა. ყვილად წვალობ. ასეთი იდეები ადამიანს თავში მხოლოდ ერთხელ მოსდის. ყვილად ცდილობ. ახლა ვეთმითვითრე. ისევ იეფასიანი ქცევები. წავიდე ჩვილო. დონე და მიმდაბდა ამაურაში. ესრა. სად იყავი? მე? ბატონ მამუსამ დავალებაზე გამიშვა. სხვა დროს გაუფრთხილებლად აღარ წახვიდე. ბატონ იოზანი ისედაც არ არის კომპანიაში. გამოჩნდება. გავგიჟდები მუსა. კორეისთან ერთად პრობლემა მოაგვარა, მაგრამ ტელეფონი ისევ გამორთული აქვს. როგორ არ ვინერვიულო? იქნებ რამე დაემართა. ბატონ იოზანი მოვიდა. ოზან. სად იყავი? შენზე ძალიან ვინერვიულე, კარგად ხარ? კი. კარგად ვარ. ოზან ძალიან შემეშინდა. ცოტაც და ალბათ პოლიციაში დავრეკავდი. დაგერეკა შეგეტყობინებინე რომ კარგად ხარ. რამე გეთქვა, ასე მოულოდნელად რატომ გაქრი? საქმე მქონდა, დაკავებული ვიყავი და არ გამახსენდა. კარგად ვარ, არ ინერვიულო. კარგი. ზარალი რამდენია? წამოდი, ყველაფერს მოგიყვები. კიდევ კარგი ბატონ იოზანი გამოჩნდა, პრობლემა როგორღაც მოგვარდება. ჩინართან ერთად დამინახა. გაბრაზდა და სადღაც გაქრა. კიდევ კარგი ისახლი გამახსენდა, თორემ ბერაზდროს ვიპოვიდით. გოგო ტელეფონითაც იგივე გითხარი. ოზანს გული ეტკინა და ყველასგან გაიქცა. ჩაიკეტა. არა, ყველასგან არა, შენგან. თქვენი ქორწილის წინ ასე არ გააკეთა? გაიქცა და რამდენიმე დღე ვეძებდით, გახსოვს? ამიტომ ყველაფერი აშკარაა. ვერ გავიგე რა არის აშკარა. გოგო, ოზანი ჩინარზე ეჭვიანობს. მაგას ისედაც მივხვდი და პრობლემა არ მაქვს. უпростоრად ვერ მივხვდი ამ სიტუაციიდან რა დასკვნა უნდა გავაკეთო. და ხანდახან მართლა ძალიან მიამეტი ხარ, მაოცებ. გოგო, იმას გეუბნები რომ ოზანმა ვერ დაგივიწყა, ისევ უყვარ ხარ. ზეინო, თავიდან მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ არა. ხომ მოგიყევი როგორ იქცევა? უხეშია, სულ მამცირებს, ვერ მიტანს. შენ მაინც დაფიქრდი. არა, დავინახე როგორ ექცევა ძვირფას ადამიანს. მასთან მივედი. თხოვე კომპანიაში დაბრუნებულიყო და როცა მოვიდა, ჩაღლა კისერზე შემოეხვია, ჩაეხუტა. მას კი არაფერი უთქვამს. ასე უყურებდა თვალებში. თელ ჯავს ჩემზე იყრის ხოლმე. მე მეუხეშება, ჯიუტობს. ერთი წუთით. ჩაღლა ვინ არის? კომპანიის პარტნიორი. ლამაზი ქალია. მას კარგად ექცევა, მე არა. ხოლოდ ჩემზე ბრაზობს. ხოლოდ მე მეუხეშება. რა? რა გაცინებს? რამე სასაცილოს ყვები? არა, მაგიტომ არა. გახსოვს ერთ ფილმზე რომ ვლაპარაკობდით? რა ფილმზე? გაიხსენე, ნანახი გაქვს. ეჭვიანობა. ზეინო, რა ეჭვიანობა? არ ვეჭვიანობ, საიდან მოიტანე? და საერთოდ, ასეთი ხასიათი არ მაქვს. სად ეჭვიანობა და სად მე? ერთ წინადადებაში არც კი ითქმის, ეს რა ეჭვიანობს? რა სისულელია? არ შემეფერება. კარგი მეგობარო, კარგი. მომეცი. შესვენება. დავისვენოთ.
ძალიან დავიღალე. მადლობა. ძმაო, სად იყავი? ყველგან გეძებდით. სად გაქრე? ცოტა ხნით მარტო ყოფნა მინდოდა. ამის უფლება არ მაქვს? თუმცა არა ისედაც მეხვდი. არა ძმაო, უფლება როგორ არ გაქვს, ამიტომ არ მეკითხავს. ბოდიში. რაღაც მინდა რომ გეკითხო და სიმართლე მითხარი ძმაო. კარგად ვართ ხო? რამე არასწორი გავაკეთე? რაღაც უცნაური ხარ. კარგად ვარ ჩინარ, არაფერი მომხდარა. უბრალოდ ამ ბოლო დროს ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ ბოდიში. არა რა ბოდიში. კომისი ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩემთან ლაპარაკი. აქ ვარ. არა ისეთი არაფერია. ალბათ მალე გამივლის და ევიწყე. მოდი მაშინ თემა შევცვალოთ. ჩემს გუშინდელ სერცხველზე მოგიყვები ძმაო. საღამოს ეს რასთან სალაპარაკოდ მივედი. ვიფიქრე რომ დრო იყო გრძნობებში გამოვტყდა მოდი. ისე კარგად დავისყეთ საუბარი, პრობლემა არ ყოფილა. როცა ხელი მოუკიდე და ყველაფერი უნდა მეთქვა, მითხრა ვიღაც დავინახეო და წავიდა. და ვინ დაინახა? არ ვიცი, არ უთქვამს. მეორე დღეს მკითხა, გუშინ რისი თქმა გინდოდაო. ავღელდი და პირდაპირ ვუთხარი შემეყვარდი მეთქი. Ben de heyecan yaptım. Pat diye suratına ben sana aşık oldum dedim. კარგი ჩენარ. შეგიძლია არ მომიყვე ძმაო, შენი პირადულია. რა პირადი? შენ ხომ იცი რომ მე არაფერს გიმალავ. მომის მენეჯერი არ დამიმთავრებია. Ben aşık oldum. შენ იცი რა რეაქცია ჰქონდა? გაეცინა ძმაო. სერიოზულადაც არ მეიღო. იფიქრა რომ ხუმრობდი. მითხრა რა კარგი მეგობარი ხარო და მხარზე ხელი დამარტყა. თავი იდიოტი მეგონა. მერე? კიდევ რა გითხრა? Az önce ზეგან მოსმენ არ გინდოდა, ახლა რატომ დაინტერესდი? გეცოდინება ასეთ სიტუაციაში რომ ამღვოჩდი? არა, უბრალოდ გამიკვირდა და ამიტომ გეკითხები. რა უნდა ეთქვა ძმაო? შევწყვი. bir şey olmaz. მე ხვდი რომ ეს რა როგორც მეგობარს ისე მეყურებს. და მე მგონი ცოტა არ იყოს ვიჩქარე. უნდა დაველოდო. İşte biraz დრო acele მჭირდება ettim. მისი გულის მოსაგებად. Beklemem lazım. Yani. შენი ყოფილი მოსწავლესთვის რამე რჩევა ხომ არ გექნება? Eski öğrenci. რას მეტყვება? რა გავაკეთო? დამეჯერე ჩინარ. მე უკანასკნელი კაცი ვარ, რომელსაც ამ საკითხში რჩევა უნდა კითხო. ასეთი ნუ ხარ, რამე მითხარი. ტაქტიკა არ გაქვს? მისმინე. ჩემი აზრით, თუ მეგობრულად გიყურებს ეს არ შეიცვლება ძმაო. ხომ გესმის? უარი უნდა თქვა და ნუ შეიციკლები. შენ სირგულივ რამდენი ლამაზი ქალია. 2 დღეში დაივიწყებ. მე შენ ძალიან კარგად გიცნობ. ასე ფიქრობ? ხო ძმაო, შეეშვი. ნუ შეიციკლები ამ თემაზე. Yok abi. არა ძმაო. Ben daha ასეთი რამე ადრე არავის მიმართ არ მეგვიძლია. არ დავნებდები სანამ თავს არ შევაყვარებ. bu iş böyle. გამორიცხულია. ესრა, შენი აზრით ოზანი მართალია? რაზე? ჩინარზე. შეიძლება ამბიც მართლა მოსწონხარ. შენც არ დაიწყო ზეინო, არ შეიძლება ქალმა და კაცმა უბრალოდ იმეგობრონ? ამიტომ არ მithქვამს. არ ვიცი, უბრალოდ დავფიქრდი. არა, ჩინარი ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარია. დარწმუნებული ვარ, მსგავსი არაფერია. რასაც ფიქრობთ, უბრალოდ ოზანი რაღაცაზე ჩაიციკლა. გამოიგონა თავის სამყაროში. რა სისულელია? ვალს გადავხვდი და მერე დაიკარგოს სადაც უნდა. 500,000 ლირას გულისხმობ და შეგიძლია წარმოიდგინო რამდენი წელი დაგჭირდება ამ ვალის გადასახდელად. მაგას წინასწარ ვერ გათვლით ჩემო ლამაზო. კარგი დავიღალე, სახლში წავალ. კარგი, ჩემი მენექშე მომიკითხე. ფრთხილად იარე, კარგი. იალჩინ, ცოტა მოდუნდი. იდეები მოვიდნენ? არა ძვირფასო, არაფერია. მამა, ჩემი ხელით გაგირჩიე კურკებისგან. მიდი რა ჭამე. შვილო, რატომ წვალობ? ეს ყველაფერი რა საჭიროა? აბა რას ამბობ, მამა? იქნებ ხილმა გონება გაგიხსნას და ყველაფერი გაგახსენდეს. თან კი არ წვალობ. პირიქით სიამოვნებაა ჩემთვის. მიდი მამა, ჭამე. მოვედი. მამა, რვეული იპოვეთ? არა, შვილო. შენმა ძმამ ახალი რვეულები მიყიდა, რომ იდეები გადავიტანო. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ პროგრესი არ არის. შენ ემას შეძლებ. მამა, ვიცი რომ გამოგივა.
მე შენი შვილი ვარ და ყოველთვის მჯეროდა შენი. ახლა წავალ და გემრიელობებს მოგიტან. თხილსაც მოვაყოლებ, ამბობენ გონებას ხსნისა. კარგად გაარჩიე, რომ მამამ გემრიელად ჭამოს. კარგია, მამა, კარგია, საიდანღაც ხომ უნდა დაგეწყო. წავედი. მამა, ყველაფერი გაგახსენდა? იქნებ გაგახსენდა, მაგრამ ამას შენც ვერ ხვდები. არა, შვილო, ჯერ ვერაფერს ვერ ვიხსენებ, ვერ ვიხსენებ. თავში ნუ ირტყამ. მამიკო, ვიტამინების მიღების დრო არის. ცოტა ხანში თევზის ქონიც უნდა დალიო. დედა წავედი. თუ რამე შეიძლება დამირეკეთ. მისმინე ძმაო, მამას მიხედე. რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ ყველაფერი გაახსენე. საღამოს სათვალეს სახლში დამხვდეს. გონი დროის მანქანა უნდა გამოვიგონო, რომ მამას ყველაფერი გავახსენო. ისე არაფერი გამომდის. რამდენ წიგს კითხულობ, არაფერია ისეთი, რაც შეიძლება დაეხმაროს? რამე მოიფიქრე. მე ფილოსოფოსებს კითხულობდი და არა სამეცნიერო ნაშრომებს. ნეტავ დროის მანქანის გამოგონება არ შეიძლება, თუმცა არა. რა თქმა უნდა, არა, სისულელეებს ვამბობ. შვილო, ხედავ რა მდგომარეობაში ვართ. მათხოვრებად ვიქეცით. ერთი კაპიკიც აღარ დაგვრჩა. ღარიბები ვართ, შვილო. ნახე, შეხედე ამ გოგოს. თავი ასწიე. ნახე. ძვალი და ტყავი დარჩა. შეხედე როგორ გახდა. ლოყები ჩაუვარდა. ძულების ხმა გესმის? იცი რისი ბრალია? შია, მშიერია, საჭმელი არ გვაქვს, არაფერი გვაქვს, შვილო, გთხოვ. ბარათები დამიბრუნე. შეურებს არ გავხართ, სამეფო საუზმე დამახოტრეთ, აბა ნახე. შვილო, ვალად წამოვიღე. ვალი ავიღე, რომ სახლში რამე საჭმელი გქონდეს. ფული აღარ გვაქვს. გთხოვ, ბარათები დამიბრუნე, გემოდარები. ელიფ, სიმართლეს ამბობს, ვალზე წამოვიღეთ. თუ ფული არ გაქვს, ვალს რატომ იღებ დედა? მოკვდები ანანასი რომ არ ჭამოდილით. დედას არ იცნობ? კოსტარიკაზე დაიბადა სამეფო ოჯახში. პრინცესაა, შეხედე? ო, მართალია, ასეთი ვარ, შვილო. როცა ადამიანი განსაზღვრულ სტანდარტს აწესებს, ქვევით ვეღარ ეშვება. არ შემიძლია ვერ ვიცოცხლებ დილით ანანასი და ავოკადო თუ არ ჭამე, შვილო. რა ვქნა? გთხოვ, ბარათები დამიბრუნე. არა, დედა, ჯერ არა. ჯერ შენ საქციელზე პასუხი უნდა აგო. მეტი რა უნდა გავაკეთო? მენექშეს მიმტანი ვიღავი, შვილო, მეტი რა ვქნა? ვიმათხოვრო? რა გინდა ჩემგან? მიხვდები როგორ რთულია ფულიშოვნა. სხვა დროს ხალხის ცხოვრებით აღარ ითამაშო. მომისმინე. მოდი აქ, ბავშვობიდან ასეთი მართალი რატომ ხარ? ხომ ამბობენ ფული ადამიანს აფუჭებსო. შენ რატომ არ გაფუჭდი, შვილო? ცოტა მოდუნდი შეიცვალე. მიდი, ბარათები დამიბრუნე, შვილო. არა, რასაკეთებ, არა მეთქი. მათ გარეშე მარტო სული ვარ. ჩემი საფულე მეწოდება, რომ ვუყურებ სულცარიელია. ადრე ბარათები მედო. მომეცი, შვილო, ბარათები. მე წავედი, ელიფ, გამოთ. შვილო, იცოდე არ გაკურთხებ. და გავიწყდა, რომ 5 წლამდე გაჭამე ჩემი ძუძუ. კოსტარიკას პრინცესა. მისმინე. უფრო ხშირად მოდი ხოლმე, როცა გხედავ, მეც უკეთ ხვდები. გამომართვე. ასე ნომეყურებ, გამომართვე. იცოდე, დედიკოს არაფერი უთხრა. და თუ რამე დაგჭირდებათ, შენეყიდე ხოლმე. მე მივხედავ, არ იდარდო. კარგი. უსინდი სამოვიდა. ელიფ. არა, ხელს არ დაუქნა. სულ მოვეწყდება, რომ უნდა დავივიწყო. ზეინოს გაკვეთილები მჭირდება. მამიკო. მამა დალიე. ისევ შვილო. ამა შეხედეთ. აქ არის და სამსახურში წაყვანა, რომ შემოეთავაზებინე მოკვდებოდა. ეგ შეგიძლია ავტობუსის მოძღოლისგან გეწყინოს. ეს კაცი დირექტორია, აღმასრულებელი. მამა, გთხოვ, სათვალეების ფორმულა გაიხსენე. როცა ფულს ვიშოვით, ავტობუსის გაჩერებას აქ გადმოვიდან. კარგი, წავედი, დროებით. ხედავ საერთოდ რა უფანტაზიოა. მანქანის ყიდვაზე კი არ ფიქრობს. ავტობუსის გაჩერების გადმოტანა უნდა. ოცნებაც კი არ აქვს ნორმალური. რა თქმა უნდა, თავი ვერ შეიკავა. ეს რა? გისმენ, ოზან. რასაკეთებ? ინდი სამსახურში გაგვიანდება. ცოტა სწრაფად, თორემ ავტობუსი გაგასწრებს. მიდი. საზიზღარი. შენი მანქანა, შენი სიმდიდრე და შენი საქციელი.
მეგობრებო, თქვენთვის ერთი კარგი და ერთი ცუდი ამბავი მაქვს. კარგი ისაა, რომ ორგანიზაცია ჩვენი კომპანიით კმაყოფილია. აი ასე. ცუდი კი ისაა, რომ ცოტა დრო გვაქვს. ზუსტად რამდენი გვაქვს დრო, ქალბატონო ჩაგლა? ხვალისთვის ფოტოსესია უნდა დავგეგმოთ, ფერაი. კარგი, გასაგებია. სუპერ. მაშინ კიდევ ერთ კარგ ამბავს გეტყვით. დავარწმუნე, რომ წყვილს თაფლობისთვის ხარჯებიც უნდა აუნაზღაურონ. ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი ამბავია, ჩაღლა. ოზან პირადად შენთანაც აქვთ პატარა თხოვნა. კარგი. სიამოვნებით, რა თქონაა? ჩვენი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ნახვა უნდათ ნდობის სიაში. რა? ფიქრობენ, რომ ასე უფრო გულწრფელები ვიქნებით. არა, ჩაღლა გთხოვ, ამ საქმეში მე არ გამრია. გვიანია, ოზან. რადგან დავპერდი, რომ ფოტოსესიაში ერთად მივიღებდით მონაწილეობას. რა გააკეთე? დავპერდი. სუპერ, ძალიან კარგი იდეაა რა. მეგობრებო, თქვენ რა სიტყვით? რა, ეგრე შუაშია. ბატონი ოზანი მოდელია? რატომ მან დრისთვის უნდა გადაიღოს? სისულელია ეს ფოტოსესია. მოდელების საქმეა კამერის წინ პოზირება. ბატონმა ოზანმა რა უნდა გააკეთოს? აღმასრულებელი დირექტორი არ ხართ? არა საჭიროა ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება ვერ ხდები. სირცხვილია. შერცხვებით და ამიტომ ვამბობ. ისევ თქვენთვის. ძვირფასო, ბატონი ოზანიც სწორედ ისეთი სიმპათიური და ქარიზმატულია, როგორც ის მოდელები, რომლებზეც ლაპარაკობ. კარგი მეგობრებო, ახლა თათბირზე ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩაღლა. მოკლედ ამ საკითხს მოგვიანებით განვიხილავთ. ოზანმა პატიენ, მაგრამ ამჯერად არ მოგისმენ. რადგან თუ ახლა არ დამთანხმდები, მე საერთოდ ვერ მოახერხებ შეზდათანხმებას. კეთილი საქმეა. რამდენ წყვილს დავეხმარებით? ჩვენი წყალობით უამრავი ადამიანი გაიღიმებს. მე ჩვენს გვერდით ვიქნები. კარგი. რადგან კეთილი საქმეა, ვიცი რომ თავს მაინც არ დამანებებს, სანამ არ დამეთანხმებ. შვენიერია. მოკლედ მეგობრებო, საქმეს მივხედოთ. დრო აღარ გვაქვს. ფერაი ხვალისთვის ჩემი გამოგზავნილი მეილი შეისწავლე. კარგი. მიდით მეგობრებო, საქმეს მიხედეთ. დრო არ იცდის. იმუშავეთ. ოზან. კოსტიუმი უკვე შეგირჩიე. ყველაფერი მოგიმზადებია. იცოდი რომ არ გაწყენინებდი, ხომ ასეა? ხოლოდ ამიტომ არა. უბრალოდ ვიცოდი რომ კარგ საქმეზე უარს არ იტყოდი. ძალიან გამახარე. მადლობა. კარგი მიხარია. უშინ ისედაც ცოტა განერვიულია და ამიტომ დანაშაულს გამოვისყიდი. როცა მე მელაპარაკება, სიტყვებს არ აკონტროლებს. არ ადარდებს მწყინს თუ არა, მაგრამ ქალბატონ ჩაგლას არ აწყენინებს. მორჩა, მოვიფიქრე. მამა, რვეულია ცარგელი თუ შენი გონება? ორივე შვილო. ხო და მე მოვაგვარებ. შენ ამაზე ერი დარდო, მამა, მოიცადე, ახლავე. ვიპოვე. აი, მამა. მოკლედ შენს გონებაში არსებული ინფორმაცია ჩაკეტილია და გარეთ გამოსვლა არ უნდა. ამიტომაც ცოტა რბილი მეთოდებით ნელ-ნელა გარეთ უნდა გამოვიტყუოთ, გესმის? რას ფიქრობ, ბაბა? მოდი დაგაძინე, მაგარია. ხო? შვილო ასე მარტივად არ მეძინება. იცი ბებია შენი რამდენს მღერო და სანამ დავიძინებდი. მამა, რაია ნანა, მოდი დაივიწყე. ცოდნა იარაღია. სულ სხვა მეთოდებით ვცდით. თავრე და მიჯერო. მოდი ღრმად ჩაის ვთქე? აი ასე. მოდი ახლა ამაზე კონცენტრირდი. მიდი მამა, თვალი არ მოაშორო. აი ასე. ახლა ნელა დაგეძინება. ძალიან ღრმად. რის დროსაც წარსულში გადახვალ. კარგი მამიკო. თვალები დახუჭე და ღრმა ძილს მიეცი. აი ასე დაიძინე. კარგია მამიკო. კარგია. მაგარია. კარგია. როგორ შეიძლება ერთმა წიგნმა ყველაფერი გასწავლოს? მოკლედ ძალიან კარგია. არაჩვეულებრივია. მოკლედ.
იმის ნაცვლად რომ იმუშაოს ძინავს. დედა ახლა ღრმა ჰიპნოზში აქვს, თოვლნო ჩაერევი. ველი არ შეგვიშალა. წარსულში უნდა დავაბრუნო. შვილო რაზბოდავ, კაცს სადაბრუნებ, რომ ვეღარ გამოფხიზლდეს რა ვქნათ. დედა მამა სად უნდა წავიდეს, ნუ გეშინია. მე მივხედავ დამაცადე. ერთი მანტე თუ შეიძლება, ახლავე. მამიკო, ახლა მცირე მოგზაურობაში წავალთ წარსულში. რვეული. რა ეწერა რვეულში, მამიკო? რვეული, რვეულზე იფიქრე. რვეული, 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 რვეული. წავიდი. წავიდა დედა. სად წავიდა? სათხარ მამა. დაწყებით სკოლაში ვარ. ძალიან შორს ახვედი მამა. მენექშე, ჩემო საყვარელო. რა საყვარელია? ძილში ჩემზე ფიქრობს, როგორ უყვარვარ. ძალიან რომანტიულია დედა, მაგრამ ახლა ამის დრო არ გვაქვს. რვეული მამა, რვეულზე იფიქრე, რა ეწერა იმ რვეულში? რას წერდი ხოლმე? ასუმანი მოდის. არა, ისიც ლამაზი გოგოა. რა ასუმანი? ვიცოდი რომ ისიც მოგწონდა. გამოიყვანე ჰიპნოზიდან, თორემ თავში ჩავარტყა. დედა, მედიცინას პატივი უნდა სცე. წადი და შენ საქმეს მიხედე. პაციენტს ნუ შემიწუხებ აქ. შენ პაციენტს კითხე, ხვდებოდა თუ არა ასუმას. სწრაფად. ხვდებოდით? მამა, თუ სასიყვარულო ცხოვრებაზე ლაპარაკს გააგრძელებ, დედა გაგიჟდება. თქო, სამეცნიერო თემაზე გადადი. შენი სათვალები გაიხსენე, რვეულები, ფორმულები. მიდი აბა რა ეწერა? არის მეთაურო. დამშვიდდით, არაფერია. მამა წარსულშია. ახლა ალბათ ჯარის პერიოდშია. ჯარისკაცო? აბა, რვეულზე მოგვეცი ინფორმაცია, სასწრაფოდ. არის მეთაურო. გონი გამოვიდა. ჩემი მენექშე. ჩემი მენექშე, მშობიარობს. მენექშე მშობიარობს. მამა. ვიცი რომ შენი საყვარელი შვილი ვარ. პირველი თავისტკივილი, მაგრამ ახლა რვეულზე უნდა იფიქრო. თქო, კონცენტრირდი. მენექშე. ისე ეს ბავშვი უფრო კარგი გამოგვივიდა. გონი პირველზე ჭკვიანია. ეს რაზე ამბობს? მართლა დედა. ვიცი რომ მე ვარ პირველი შვილი, მახსოვს. ანგარიში თუ შეიძლება. ახლავე. მამა. ხომ გითხარი არა ეკო? არაფერი არ გამოვა, არ გამომდის. დაივიწყერა ეს სისულელე. მამა, მე მაინც ვცადე. ხომ გითხარი მარტივად არ დავიძინე მეთქი. ძალიან დავიღალე. წავედი ახლა. მიდი. იალჩინ, ასუმაზე მე ვილაპარაკებთ. ახლა დაიკარგე. არ გამოვიდა. დედა, რვეული როგორღაც უნდა ვიპოვოთ, თორემ არაფერი გამოგდის. ახლა გავგიჟდები. კაცი ასუმანთან გაუშვა. დედა. დედა. პროდუქტების სიეს ჩამოვწერ. ფურცელი. ეს რა არის? ძმაო, სკოლის რვეული არ გადაგიგდია? რაღაცას გეტყვით. ქალბატონი ჩაგლა და ბატონი ოზანი როგორ შეეფერებიან? პრინცს და პრინცესას გვანან. ფოტოსესიაზე გამოჩნდება, რომ მათ შორის ნაბერწკალია. აი ნახავთ. ბატონი ოზანის ადგილას ქორწილს არ დაველოდებოდი. ვალ fotosesiyadan წავიყვანდი ქალბატონ ჩაღლას. საქორწილო გავით სახლში. Hazır Çağla'nın üzerinde gelinlik varken düğün aradan çıkarırdım. O şanslı kişi ben olmayacaksam Çağla Hanım olabilir tabii. Ne oluyor? რა ხდება? გეყოფათ. რამდენს ლაპარაკობთ და ჭორაობთ? ცირცხვილია. კაფეში ხართ თუ სამსახურში? იმუშავეთ. რა მოვიდა? არ ვიცი, ვერ ხვდები. ვერც მე. Ayrıca Çağla Hanım გავიგე რაც თქვით ქალბატონ ჩაგლაზე. ძალიან ლამაზი და წარმატებული ქალია, უკეთეს კაცს იმსახურებს. bizden daha iyilerini hak ediyor. საყვარელო, Daha iyisi. უკეთესი ვინ უნდა იყოს? ბატონ ოზანზე კარგი არავინაა. Ben gideceğim. წავალ და რამე ცირს დავისხამ. Bir şeyler alacağım. არ გინდათ? Ha, ateş bastı. დამცხა არ წამოგიღოთ? არა, Seviyor musun? არ ჩენ? არა, არ მინდა. ამათ შეხედეთ. Ozan Bey'den თურმე ბატონ ოზანზე უკეთესი არავინაა. როგორ აზვიადებენ? თურმე ერთმანეთ შეეფერებიან. ფრთხილად ეს რა, ფრთხილად. ისო მე ვარ დამნაშავე არა? რას ამბობ? რას ვამბობ? Esra. ეს რა უნდა დაანცირონ? ეუ ხეშონ. ისე მოექცნენ როგორც უნდათ. რა ხდება?
ეს რა წადი, ეს რა წამოდი, ეს რა წაიღე, ეს რა მოიტანე. ეს რა ჩუმად? რა ჩუმად? არ გავჩუმდები. ამიერიდან აღარ გავჩუმდები. მის გავაკეთე რაც დანარჩენებმა ვერ შეძლეს. გიპოვე და კომპანიაში დაგაბრუნე, მაგრამ ისევ მე დავიჩაგრე. ჩუმად მეთქი. როგორც ხედავ, ნორმალურად მოქცევად შეგიძლია. ჩემს გარდა მთელ თურქეთს კარგად ეკცევი. გამატარე. ისეთი არაფერი მეთქვამს, რასაც არ იმსახურებდი. მართლა? ხო. მაშინ ახლა მე გეტყვი, რასაც იმსახურებ. შენ როგორც კაცი, რომელიც თავის ცოლს არასდროს იცავდა, საქორწილო კამპანიისთვის ყველაზე შეუფერებელი ხარ. გამარჯობა, იოლის სამუშაო. გამარჯობა. ნერიმან. იქნებ ვარცხნილობა შემილამაზო. რა სიტყვი? რამე საინტერესო მოიფიქრე. ზაფხული მოვიდა. ხომ არ შევიღებო? მაგალითად ქერა. ვიცი რომ მომიხდება. ქერა? ახლავე გაჩვენებ ფერებით თამაშს. და რამე საინტერესოს. თავს ძლებს ვიკავებ რომ არ გაგჩეჩო. მაგრამ რა? ვალი დამიბრუნე. ანჯერ ფული იშოვე და მერე მოდი ჩემთან თმის შესაღებად. გასაგებია? დაიკარგე აქედან. რა გაყვირებს, კარგი? რადგან მოვედი იქნებ, ბოლო ჭამები მაინც მომაჭრა. მაკრატელი დამიბლაგუდა. წადი აქედან, წადი სწრაფად. დაიკარგე, ნუ ღარ ხედავ. სხვა სალონში. რა გაყვირებს, რა დაბალი დონია. ამდენი ოქროს სამაჯურების დარებას არსჯობს გაყიდო და ვალი გადაიხადო. არ მოусმინოთ, ძვირფასებო, ძალიან მეყვარხართ. კეთილი იყოს, დროებით. მოიცადე, სად მედიხარ? სამსახურიდან ახლა მოხვედი. თუ უკვე მედიხარ, ქორწილამდე ნოიღლები. ანუ შენს გაიგე? ო, ტელეკომპანია ამაზე საუბრობს. მართლა? კარგი, სალონში მივდივარ. მოიცადე. როგორი ბედნიერი ხარ? ვინმე რომ დაგინახოს, იფიქრებს რომ ხვალ მართლად ხოვდები. ეგრე შუაშია ჩინა. ფოტოები ყველგან გავცელდება, ლამაზი უნდა ვიყო. არ ვიცი. თუ ამ სიმბოლური ფოტოსესიის მერე უზანი მაინც ვერაფერს მეხვდება, აღარ ვიცი რა შეიძლება გააკეთო. ო, და კიდევ. შენი სახიდან ყვავილები ბაღშიც გადავდგეთ. ყვავილები? ვიღიმი არა? ხო, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ, ჩინარ. ოზანი ჩემთან ფოტოსესიას დათანხმდა, მითხრა ვერ გაწყენინებო. ხო, ისედაც ვიცოდი. ძალიან მოჩაეციკლები. ყურადღებით კარგი? და სალონშიც ნუ გადააჭარბებ. ისედაც ძალიან ლამაზი ხარ. არა, უბრალოდ სახე უნდა გავიწმინდო, მინდა ხოლმე წინავდე და ოზანი დავაბრებმოო. ძალიან ლამაზი ხარ და სისულელი არ გააკეთო. არ გადააჭარბო. კარგი, ჩინარ. არ გადააჭარბო, ჯაღლა. კარგი, ჩინარ, ხომ გითხარი? Abartacak. არ გამოდის. აზრი არ აქვს. მედიცინას გეუძლეურია მამასთან. კაც ჰიპნოზე რეაქცია არ ქონდა. სხვა მეთოდებსაც ვცდედი, მაგრამ დარწმუნებულებ აზრი არ ექნება. არაფერი გამოვა. კაც გენიოს ვეძახდი. და ამ დროს მედიცინის მტერი ყოფილა თურმე. ვინ დაწყევა ჩვენი ოჯახი? არ შეიძლებოდა ეს საქმე მაინც გამოსულიყო. ოზანის ვალს გადავიხდიდი და სამსახურიდან წამოვიდოდი. თავიდან მოვიშორებდი. რა ხასიათზე ხარ? მოხდა რამე? რა უნდა მომხდარიყო? ოზანს არ იცნობ? შანსი მიეცემა თუ არა გველივით მკბენს. დავიღალე. არ აინტერესებს მეწყინება თუ არა, მაგრამ როცა სხვას ეხება საქმე, კარგი. კეთილი და თავაზიანი ბიჭი ხდება. დღეს თავი ვერ შევიკავე და პირში მივახალე ყველაფერი. ალბათ 2 დღე დასჭირდება გასააზრებლად. ესმის რა მითხრა? თურმე უკანასკნელი კაცი ვარ, რომელიც საქორწილო კამპანიის სახედ უნდა იყვანა. მე ვერ ვიცავდი ცოლს, მე. არსებობს კაცი, რომელიც თავის ცოლზე ისე ზრუნავს, როგორც მე ვზრუნავდი? არა. ერთი დღეც კი არ ყოფილა ისეთი, რომ მისთვის გული მეტკინოს. მე არაფერი დამიშავებია, მაგრამ არა. მაინც ვერაფერს გაიგებს. მაინც აზრი არ აქვს. ზუმადური და უნახავი, ეგოისტი. უпросо, გისმენ? ამ გამოხედვას ვიცნობ. რაღაცის თქმა გინდა, მაგრამ გეშინია. არ მაინტერესებს, მაგრამ თქვი. ამ შემოთავაზებას იმიტომ ხომ არ დათანხმდი, რომ ეს რა შეეჭვიანა. ეგ რა შუაშია. ეს რა შუაშია. იმიტომ დავთანხმდი. იმიტომ რომ კამპანიის მიზანი მომეწონა. კეთილი საქმეა. კარგი. გეყოფა ძმაო, პირი დახურე.
კარგი დეო, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ, სულის ნაწილი. მთვარე. მაგრამ ღმერთია მოწმე. სილამაზე ნამდვილად არ დაუშურებიან გოგოსთვის. შეიძლება არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ მაინც უნდა გითხრა დაიკო, რომ ლამაზი გოგონაა. ხო, მართლა ლამაზი ქალია. კეთილი გულიც აქვს. ისეთი კარგი ადამიანია, ვერც კი ბრაზდები. როცა ვეჭვიანობ, ორჯერ ვფიქრობ და ვეღარ ვეჭვიანობ. ეჭვიანობ? რაზე ეჭვიანობ? არა, სიტყვაზე ვთქვი. არ ვეჭვიანობ. უბრალოდ ხვალ ფოტოსესია აქვს საქორწილო კოსტიუმებში და ამიტომ ვამბობ. მეც იქ უნდა ვიყო. ოღონდ მაქსიმუმ წლის დამტარებელი ან მაკიაჟის შემსწორებელი ვიქნები. კარგია, არა? მშვენიერია. ომ, მაგრამ მართალი ხარ. დღეს შეიძლება უბრალო ფოტოსესია, მაგრამ შეიძლება ხვალ რეალობად იქცეს. ლამაზი გოგოა. ეგ რა შუაშია ეკო? რაც უნდათ ის შეიცვან და გააკეთონ. არ მაინტერესებს. რაც უნდა ის გააკეთონ. ეს ფოტოსესია რომ დამთავრდება, ეს რა სახე არ უნდა დავინახო. მე ამ კომპანიის დირექტორი ვარ და თუ საჭირო იქნება სახლიდან ვიმუშავებ. ანუ მთის მწვერვალზე ავალ. სანამ სტაჟირებას არ დაასრულებს, მისი დანახვაც არ მინდა. როცა ვხედავ ხასიათი მიმფუჭდება მუსა. ხო, რა თქმა უნდა. არა, გადაწყვეტილება უკვე საბოლოოა. ეს რა სახე აღარ უნდა დავინახო. გადაწყვეტილება საბოლოოა. ოზანს ზედაც აღარ შევხედავ, საკმარისია. რა ხდება? რითარ დაიღალა ჩემი დამცირებით? მე ეს რა ვარ? ჩემს ნერვებსაც აქვს საზღვარი, მორჩა. დამთავრდა. ხო არა? რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. რა დროა? ჩაღლა. ჩაღლა, წამოდი, გვაგვიანდება. უნდა მბერდი წაგიყვანა, უკანა ქუჩაზე ჩამოსი, ფეხით მევალ. თხოვდა უჩქარე. ზუსტად ისე რომ დამაგვიანდება. ჩინარ. სახეზე რა გჭირს? ცუდად გამოვიყურები, არა? ჩაღლა, ხომ გითხარი, რატომ გადააჭარბე? პომიდორივით წითელი ხარ. მაგარი მხარდაჭერა მაქვს დილი და საკუთარი ძმისგან. ხო, ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ ახლა რა ვქნა? ამის დრო იყო? კარგი, დამშვიდედი. მაკიაჟით ვერ დაიფარავ? არა, არ შეიძლება. ჩაღლა, რას ამბობ? ყველა ჩვენ გველოდება, რა უნდა ვქნათ? არ ვიცი, ჩინარ, მაგრამ რამე უნდა მოვიფიქროთ. რა მოვიფიქროთ? არ ვიცი, ჩინარ, არც მე ვიცი. მაგრამ ერთი რამ ვიცი, ოზენი ამის შესახებ ვერაფერს გაიგებს, გესმის? სიტყვა მომაცი. კარგი, არაფერს არ ვეტყვი, დამშვიდედი. ჩვენს შორის დარჩება გვერდები. ხომ გაგაფრთხილე? კარგი, ხო, გამოვფრთხილე, კარგი. კანი რას უგავს? ეს რა? რა ქენი? ქალბატონი ჩაგლას ოთახი მზადაა. ვიზაჟისტები ცელოდებიან, ყველაფერი მზად არის. ახლა აქსესუარებს მოუგვარებენ, პრობლემა არ არის. კარგი, ყველაფერი მზადაა, მეგობრებო, რა შვებით? ყველაფერი რიგზეა. ბატონი ოზანი მოვიდა, ემზადება. ქალბატონი ჩაღლაც მალე იქნება. ბატონი ჯანი მოვიდა. ძალიან კონფლიქტური ადამიანია, ფრთხილად. კეთილი იყოს, ბატონო ჯან. სანამ თქვენ ყავას დალებთ და დაისვენებთ, ჩვენ უკანასკნელ შტრიხებს დავასრულებთ. ეს რა მოდი აქ. ბატონი ოზანი გააფრთხილე, რომ კონფლიქტური კაცია. ვინმე სხვამ გააფრთხილოს, მე საქმე მაქვს. ეს რა მეთქი, სწრაფად. კარგი. რა სჭირს? არ ვიცი, უცნაურად იქცევა. მოდი აქ, მე საქმე მაქვს, ყვავილები აქ დადე.